ევროპელები რო ამ რეზოლუციებს იღებენ და რაღაცა დახმარებებს შეგიჩერებთო რომ იმუქრებიან და დაფინანსებებსო მიხარია ეს ამბავი და ეს ამბავი იმაში მარწმუნებს კიდევ ერთხელ რომ ჩვენი ხელისუფლება სწორ პოლიტიკას აწარმოებს და სწორ ნაბიჯებს დგავს. აი ეს ევროპელების ეს მუხარები, აი ეს რეზოლუციები და ეს განცხადებები ერთ-ერთში ზუსტად არის ის განცხადებები, ის რეზოლუციები და ის მუხარები, რომლებსაც 2013 წელს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ და უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ავრცელებდნენ და ლაპარაკობდნენ და იმუქრებოდნენ. სწორედ აი ამ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც დღეს რაღაცა საყვედურობენ ჩვენ ხელისუფლებას, რაღაცა გაუგება რაღაცებს და რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას, აი ეს ადამიანები იყვნენ ზუსტად ის ხალხი, რომლებიც ზუსტად ისევე როგორც დღეს ჩვენ ხელისუფლებას ებრძოდნენ 2013-ში იანუკოვიჩის ხელისუფლებას. ზუსტად იგივე ტექსტებს ეუბნებოდნენ, რომ თურმე უკრაინამ გადაუხვია ევროპის გზას, რომ თურმე იანუკოვიჩს უკრაინა მიყავდა რუსეთში და რომ ევროპელები დახმარებებს შეუჩერებდნენ უკრაინელ ხალხს და უკრაინის სახელმწიფოს და всё უკრაინისთვის ყველა კარი დაკეტილი იყო ევროპისთვის. თუ ხალხი არ გამოვიდოდა, თუ ხალხი თავის ქვეყანას არ დაიბრუნებდა და თუ ხალხი არ წაიყვანდა ქვეყანას შიგ ევროპაში. აი ამ ტექსტებით გამოაშტერეს ეს უკრაინელი ხალხი და შეუსრულეს, დააგოიმეს, გამოიყვანეს ქუჩაში. ჩაეთრივნენ ეს ვიღაცეები, აი ეს ურსულა ფონ დერ ლაიენები და კაია კალასები და შოლცები და ვიღაც ჯანდაბები ამ მიტინგებზე გამოდიოდნენ, ამ უკრაინელ ხალხს პირდებოდნენ, რომ გახდებოდნენ ევროპის წევრი ქვეყანა, პირდებოდნენ, რომ აუცილებლად მათი ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდებოდა, პირდებოდნენ, რომ ევროპელები არ მიატოვებდნენ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ყველაფერს იზავდნენ, რომ უკრაინა გამოსულიყო გამარჯვებული და ყველა კარი ღია იყო უკრაინაში ევროკავშირში წევრობისათვის, უკრაინისთვის. აი ეს ევროპარლამენტარები არიან, რომლებიც დღეს ზუსტად იგივე ტექსტებს და იგივე რაღაცა რეზოლუციებს იღებენ საქართველოს წინააღმდეგაც. აი ეს ის ფარჩაკები არიან, რომლებმაც უკრაინელები უბრალოდ მოატყუეს და მერე გადააგდეს და მერე დაიკიდეს. ეს ხალხი რომ ნამუსიანი ხალხი იყვნენ და ესენი რომ რამე მართლა რამეს წარმოადგენდნენ და მართლა პოლიტიკოსები იყვნენ და დემოკრატები და ან უბრალოდ ადამიანები რო იყვნენ, პირველ რიგში ესენი დღეს უნდა იდგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით და უკრაინას უნდა ეხმარებოდნენ გამარჯვებაში და უკრაინას უნდა აძლიერებდნენ და უკრაინა უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. წავიდნენ ამ ნაბოზრებმა ჯერ რაც უკრაინელებს დაპირდნენ და შეპირდნენ და რეებსაც უკრაინელებს ელაპარაკებოდნენ, აი ეს თავისი ნალაპარაკები შეასრულონ, დაეხმარონ იმ უკრაინელ ხალხს, გაამარჯვებინონ, მერე ევროპის წევრი გახადონ და მერე დაიწყონ საქართველოს ხელისუფლებაზე ლაპარაკი. აი მაგ ფარჩაკებმა. რაც შეეხება ეხა იმას, თუ აი რას ნიშნავს ამ ვიღაცა ევროპარლამენტარი კომუნისტების ეს რაღაცა დეკლარაციები. ვაფშე არაფერს. ყველას მაგრა კიდია ვინ რა დეკლარაციას იღებს ეხლა იქ. ეგ ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებაც საქართველო და უკრაინა კი არა. ევროპას უტირეს დედა. ევროპის ეკონომიკას გამოაცალეს საფუძველი და ცოტა ხანში ჯერ ხო დაწყებულია უკვე კრიზისი ევროპაში, როგორც პოლიტიკური კრიზისები, ასე ეკონომიკური, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და მაგ ფარჩაკებმა ჯერ თავისთავებს უშველონ ევროპას, მერე როგორც თქვი, უკრაინა გადაარჩინონ და მერე ილაპარაკონ ივანიშვილზე და ქართულ ოცნებაზე და საქართველოზე. აი ხა რასაც მე ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი ხელის გულზედებს და ჩემი მოგონილი არ არის. ფაქტებია, ფაქტებად და ყველას შეუძლია, ვისაც აინტერესებს და ჩემ
სიტყვებში ეჭვეპარება, აი ეს ფაქტები მოიძიონ, მოусმინონ, უყურონ, დააკვირდნენ და მიხვდებიან, რომ ერთ-ერთში იმეორებენ იმ ტექსტებს, იმ რეზოლუციებს და იმ განცხადებებს, რომელი განცხადებებითაც დაღუპეს უკრაინა და უკრაინელი ხალხი. აი ეს არის დღევანდელი ევროპარლამენტი და ევროპელი პოლიტიკოსები და აი იმ ბავშვებს, რომლებსაც ტვინი გამოურეცხეს და დააჯერეს, რომ თურმე ეს არის ევროპა, აი დღეს რაც არის და ეს არის თურმე დემოკრატია და თავისუფლება და ეს არის თურმე მაგარი ევროპა, აი ამ ბავშვებს რო აჯერებენ, აი ამ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ დღევანდელი ევროპა არის ერთ-ერთში მაშინდელი საბჭოთა კავშირი და რომ გვეგონა რომ დაინგრა და განადგურდა საბჭოთა კავშირიო, თურმე აღმოჩნდა რომ აგერ გქონია ევროკავშირის სახით საბჭოთა კავშირი. სხვანაირად არ იქცეოდნენ საბჭოთა კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები და ზუსტად ეგრე იქნებდნენ თითებს და ემუქრებოდნენ ქვეყნებს და ხელისუფლებებს, მაგრამ აი იმ საბჭოთა პოლიტიკოსებს თითს რო იქნებდნენ, ერთი ადგილიც ჰქონდათ რომ შეესრულებინათ, მაგრამ აი ამათი თითის ქნება ჩვენ ვერაფერს ვეღარ დაგვაკლებს რა. თითი უქნიონ ერთმანეთს, აი მაგ შოლცებმა და მაკრონებმა და ვიღაცეებმა და თავის თავს მიხედონ ჯერ თვითონ რომ ახევს ევროპას ტრამპი გრენლანდიას, ჯერ ის თავისი გაიაცნონ რაც აქვთ მოსაგვარებელი მოიგვარონ და მერე ილაპარაკონ ჩვენზე ამ ფარჩაკებმა ამათ და აი მაგ ფარჩა რა ფარჩაკიც გვარამია, მელია და ხოშტარია და აიგენი არიან, ის ფარჩაკი პატრონები ყავთ ევროპაში და ეს არის ბოლო გაფართხალება აი ამ მოსწავლეების და მასწავლებლების, ქართველი მოწაფეების და ევროპელი მასწავლებლების ერთობლივი სპეცოპერაცია ამ ქვეყნის და ქართველების წინაშე. აი ამ სპეცოპერაციის ბოლო გაფართხალებებია ეს და დამთავრდება ამ ქვეყანაში აი ეს რაღაცა სიგიჟე და მარაზმი და აი ამ ზღაპრებს ექნება დასასრული. აი ამის თქმა მინდოდა ამ ფარჩაკ ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით.